მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაახლოებით 29% სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელებას ხმარდება ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, სამჯერ ნაკლები თანხა დაიხარჯება. გაცილებით მცირე ბიუჯეტია გამოყოფილი სოფლის მეურნეობის დარგების განვითარებისთვის. ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ სოციალური პროექტების განხორციელება აუცილებელია, თუმცა ამისთვის სახელმწიფო ვალს არ უნდა იღებდეს. რის ფასად ხორციელდება ქვეყანაში სოციალური პროექტები, ნინი ხარშილაძე არკვევდა. ხელისუფლება ივნისიდან კიდევ ერთი სოციალური პროგრამის განხორციელებას იწყებს, რომლის ფარგლებშიც მესამე და მომდევნო შვილზე ოჯახი სახელმწიფოსაგან ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობის ფულად დახმარებას მიიღებს. მაღალმთიან რაიონში კი დახმარება 200 ლარის ოდენობით განისაზღვრება. საწყის ეტაპზე ფინანსური დახმარება 2 წლამდე ასაკის ბავშვებზე გავრცელდება. პროექტისთვის კი 4 მილიონი ლარია გამოყოფილი. იმ რეგიონებში, სადაც არის უარყოფითი დემოგრაფიული ბალანსი, ყოველ მესამე დაბადებულ ბავშვზე გაიცემა თვეში 150 ლარის დახმარება, ეს იქნება ყოველთვიური დახმარება და ეს ამ ეტაპზე, საწყის ეტაპზე გავრცელდება 2 წლის ასაკამდე. მაღალმთიან რაიონებში 200 ლარი. სახელმწიფოს 2014 წლის ბიუჯეტის დაახლოებით 29% სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს ხმარდება. ინფრასტრუქტურულ პროექტებს ხელისუფლება სამჯერ უფრო ნაკლები თანხით აფინანსებს. სოფლის მეურნეობისთვის კი ბიუჯეტიდან მხოლოდ 2%-ია გათვალისწინებული. ეკონომისტი ეკა თარგამაძე მიიჩნევს, რომ სოციალური პროექტების განხორციელება აუცილებელია, თუმცა ამისათვის სახელმწიფო ვალს არ უნდა იღებდეს. სოციალურ პროგრამას მივესალმები, მაგრამ ხაზგასმით მინდა აქვე აღნიშნო ის ფაქტი, რომ ეს არ უნდა მოხდეს შიდა და საკარეო ვალის ხარჯზე, ეს არ უნდა მოხდეს დამატებითი ვალდებულებების აღების ხარჯზე ბიუჯეტში. ეს უნდა განაპირობოს ეკონომიკურმა ზრდამ და შესაბამისად სასურველია კი არა და აუცილებელია, რომ გაიზარდოს დასაქმება, რათა არ იყოს ქვეყანაში ამდენი სოციალურად აუცილებელი. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე ამტკიცებს, რომ ბიუჯეტთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი სრულდება წარმატებით და წელს 5%-იან ზრდას ველოდებით, ასე რომ მთლიანი შიდა პროდუქტის გაიზრდება და გაიზრდება სხვა შემოსავლებით. ეს საფრთხე არ არის. საქართველოს მთავრობა წარმატებული მთავრობა სწორედ იმიტომ, რომ მას შეუძლია შუა საბიუჯეტო პროცესების დროსაც კი განსაზღვროს რა არის პრიორიტეტი და გადაანაწილოს ეს თანხა. არასამთავრობო ორგანიზაცია ინტელექტის დამფუძნებელი ლევან გობაძე მიიჩნევს, რომ სოციალური პროექტების დაფინანსებით ხელისუფლება ხალხის კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობს და ბიუჯეტის ამგვარი გადანაწილება სახელმწიფოს ფინანსური რესურსების ამოწურვამდე მიიყვანს. საბოლოო ჯამში მიგვიყვანს იქამდე, რომ ეკონომიკა რაღაც მომენტში კიდევ ინერციით ფუნქციონირებს, თანდათანობით დაიწყება კლება და ერთ მშვენიერ დღეს უკვე ხელისუფლებაც იძულებული გახდება, რომ ბევრი პროგრამები, რომლებსაც სოციალურ პროგრამებზე მაქვს საუბარი, რომლებსაც ის დღეს ახორციელებს, ან შეაჩეროს, ან საერთოდ გააუქმოს. ფინანსური სახსრების მიმართვა უნდა ხდებოდეს იქეთკენ, რომ მომავალში ქვეყანას ჰქონდეს საკმარისი შემოსავლები, ჰქონდეს განვითარებული ეკონომიკა და უკვე საკუთარი ბიუჯეტით ახდენდეს თავისი შიგა, ესე იგი, ვალდებულებების დაფარვას. 2014 წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და ვალის დაფარვისთვის დაახლოებით ერთი და იგივე თანხა 869 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.